არ მოხდა 26 მაისის ან სხვა გახმაურებული საქმეების გამოძიება მთელი 4 წლის განმავლობაში, როცა ქვეყანას მართავდა ქართული ოცნება. ახორციელებდა თუ არა ზედამხედველობას პოლიტიკური გუნდი, გამოძიებულიყო ის საქმეები, რომლითაც მაშინდელი ოპოზიცია და დღევანდელი ხელისუფლება მოვიდა ქვეყნის სათავეში. და აქვს თუ არა პასუხები ამ ყველაფერზე ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილია, დღის ამბების სტუმარი, მე მას მივესალმები, ძალიან დიდი მადლობა რომ ხართ ჩვენთან ერთად ბატონო დათო. მე და თქვენ უნდა ვისაუბროთ არჩევნებზე, თუმცა დღევანდელმა ამბავმა ცხადია ჩვენი საუბრის პირველი ნაწილი შეცვალა თემატურად და მე მინდა დავიწყო თქვენთან საუბარი სწორედ იმ თემით, რაც დღეს ვიდეო მასალით გვამცნო პროკურატურამ. მეტი დაკავებული, მეტი პრემია. როგორ ფიქრობთ თქვენ, რამდენად დროულია ან რამდენად დაგვიანებულია ის საქმე, რომელიც დღეს დადო პროკურატურამ 26 მაისის საქმე? მოგესალმებით. მოგესალმებით. დღეს კიდევ ერთხელ თითოეული ჩვენგანის მეხსიერებაში გაცოცხლდა ის კადრები, რომელიც ჩვენ არაერთხელ გვინახავს, თავად დემონსტრაციის დარბევის ფაქტი და თითოეული ჩვენგანი დარწმუნებული ვიყავით, რომ ამ დარბევის უკან იყვნენ სწორედ ორგანიზატორები, ადამიანები, ვინც ხელმძღვანელობდა სპეცდანიშნულების რაზმებს თუ ზონდერებს, თუ არ ვიცი ვინ აღარ იყო იქ და ეს აზარელი დანაშაული იყო ერთ-ერთი პირველი რის გამოძიებასაც და ბოლომდე სიმართლის გარკვევასაც ჩვენ დავპირდით საზოგადოებას 2012 წლამდე და 2012 წლის შემდეგ. მე ვერ დავეთანხმები მოსაზრებას, რომ არაფერი არ გაკეთდა, ვიცით რომ გაკეთდა და რამოდენიმე ადამიანი ამის გამო სასჯელსაც იწვის. კი, მათ შორის ვანო მერაბიშვილს აქვს წაყენებული ბრალი სწორედ 26 მაისის საქმეზე. კი ბატონო, მაგრამ სრულიად დაშკარაა და ცალსახაა, რომ საქმეები ბოლომდე არ არის მიყვანილი, ვერ არის მიყვანილი, თუნდაც დღევანდელი ბრიფინგი პროკურატურის მხრიდან ამაზე მეტყველებს. მე ვისურვებდი, რომ ეს საქმე გახსნილი ან 2 თვით ადრე გვენახა, ან 2 თვის შემდეგ გვენახა, რომ არავის არ კონდეს სპეკულაციის საშუალება. რომ წინასაარჩევნოთ 2 კვირით ადრე რატომ გამოვიდა? იძლევა ეს სპეკულაციების საშუალებას, ხო? გაჩნდა ეს მოსაზრებები და ამ შემთხვევაში იმ რეჟიმის აპოლოგეტების თუ მომხრეების ხელში რაღაცა პატარა არგუმენტივით ჩდება, რომ კი მარა პროკურატურა მაგერ 2 კვირა მაშინ კიდე კარგად შეესწავლა და 10 ოქტომბერს გამოემზეურებინა ეს, ან 2 თვის ყოფილიყო. არ უნდა მივცეთ ოპონენტებს ასეთი სპეკულირების საშუალება, იმიტომ რომ ამ ტიპის ქმედებები არამხოლოდ სისხლის სამართლებრივად უნდა ისჭებოდეს, არამედ პირველ რიგში მორალურად უნდა დაისაჯოს. და მორალურ ნაწილში სახელმწიფო ორგანოები ისევე პირნათელი უნდა ვიყოთ საზოგადოებასთან, როგორც სისხლის სამართლებრივ საპროცესო ნაწილში. ამიტომ მე რა თქმა უნდა ვისურვებდი, რომ ეს ყველაფერი ადრე ყოფილიყო გამოძიებული და არა გამომზეურებული, იმიტომ რომ კიდევ მეორე გამომზეურებულად ჩვენ ეს ყველაფერი ვნახეთ სამწუხაროდ არაერთხელ. ძალიან ძიმეა ხადია მოსასმენად უკაცრავად გაგაწყვეტნებთ მეტი დაკავებული, მეტი პრემია და კადრები, რომელსაც უყურებთ ჩვენი უახლესი ისტორიიდან, მაგრამ თქვენს გაგიჩნდათ ეს ეჭვი, რომ ხომ არ დასჭირდა ხელისუფლებას წინასაარჩევნოთ, თუ უბრალოდ თქვენ დარდობთ, რომ სხვებს შეიძლება მიეცეს, როგორც თქვენ ბრძანეთ, რაღაცა პროვოცირების საშუალება, რომ დასვას ეს კითხვა. მე დარდობ იმას, რომ ამ ტიპის საკითხების დაგმობა უნდა მოხდეს საერთო ეროვნულ საზოგადოებრივ დონეზე. ამისთვის ჩვენ პოლიტიკური მომხრეების და პოლიტიკური მოწინააღმდეგეების ხელისუფლებამ უნდა ბოლომდე და კაფიოდ დავარწმუნოთ, რომ ჩვენ დამნაშავეს დავდებთ და არა პოლიტიკურ ოპონენტს ვებრძვით. ჩვენ დამნაშავის და დაკავება გვინდა, გამოვლენა გვინდა, კადრებიც იმიტომ ქვეყნდება, გამოძიებაც იმიტომ მიდის. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ არ გაჩნდეს ის განწყობები, რომელიც საზოგადოებაში ჩნდება ხოლმე და ეს არის ცუდი და არასწორი. რაც შეეხება თავად იმას, რომ ამდენი ხანი რატო ვერ იქნა ეს გამოძიებული და ან კიდე ბევრი სხვა და მსგავსი დანაშაულები, აქ სრულიად აშკარაა, ეს ჩვენ არაერთხელ აღვინიშნავს, რომ იყო არათანმიმდევრულობა. შინმაცვლა ამ სამართალდამცავი ორგანოების ხელმძღვანელების ალბათ თავისი სერიოზული როლი ითამაშა ამ საქმეებზე, იმიტომ რომ დეტალებში ახლა არც ამ საქმეზე, არც სხვა საქმეზე მე არ ყოფილი ვარ ინფორმირებული და არც ახლა ვარ ინფორმირებული, თუმცა ნათლად მახსოვს, კარგად მახსოვს ზოგადი ნათქვამები, განცხადებები, რომ აი სულ ახლოს არის რაღაც საკითხი გახსნამდე. აი სულ ცოტაც და უკვე გაიხსნება, აი უკვე გარკვეულია ყველაფერი. მაგრამ მე რაღაცის გამო ვეღარ და აღარ ირკვეოდა ხოლმე. მე არ მინდა ახლა დეტალებში წასვლა, ძალიან მძიმე საქმეა, ყველას ვისაც იქ მიუძღვის დანაშაული, მან პასუხი უნდა აგოს, მაგრამ მოხვდა თვალში 1-2 გვარის და სახელის ადამიანი, რომელთა მიმართაც დამოკიდებულება სამართალდამცავების მხრიდან არ იყო სულ ერთნაირი. ხან იყო დაკავებული, ხან იყო გამოშვებული, ხან იყო ისევ დაკავებული. ლელუაშვილს მათ შორის მათ შორის მაგალითად.
მათ შორის მაგალითად. ანუ მასთან ოცნების წარმომადგენლები თანამშრომლობდნენ, ხო, რაღაც ეტაპზე იყო ამაზე ღია ინფორმაცია. შესაძლოა ეს იყო გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე თანამშრომლობა, რომ მისგან რაიმე ინფორმაცია მიიღოთ. არ ვიცი, ახლა ბევრი სხვადასხვა ვერსია შეიძლება არსებობდეს, მაგრამ დამაჯერებლობა ასეთ საქმეებს ჭირდება მეტი, თანმიმდევრულობა საჭიროა მეტი, მაგალითად ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტთან დაკავშირებით. ეს ზუსტად ვიცი, როდესაც იყო საუბარი, კი, აი ფაქტიურად ცნობილია წრე იმ ადამიანების, ვინც ეს ჩაიდინა, მაგრამ ისინი ძალიან ისეთ პრესტიჟულ და მნიშვნელოვან უწყებაში მუშაობენ. ამიტომ მათი გამომზეურება, დასჯა შეიძლება არ იყოს მიზანშეწონილი. არა, ეს დაახლოებით 2 წელი გრძელდებოდა. ხო, არა, დღესაც გულისხმობთ თქვენი ხელისუფლების პირობებში? დღეს არ მგონია, მაგრამ ჩვენი ხელისუფლების პირობებში რომ მუშაობდნენ, ამაზე ვლაპარაკობ. რომ ადამიანები, რომლებიც არიან შემსრულებლები, მათ უნდა გაუფრთხილდეთ. იმიტომ რომ შემსრულებელს მისცეს ბრძანება და გააკეთა რაღაცა. მაგრამ მე არ მგონია, რომ ვინმე გინდა სპეცნაისლების მოსამსახურე იყოს, გინ პოლიციელი, გინ არ ვიცი, რომელი სამსახურის მოხელე უნდა იყო ადამიანი, რომელსაც მოგცემენ ბრძანებას, რომ ქუჩაში გააჩერი ადამიანი და ცემე კონდახითო. და ეს შეიძლება ჩაითვალოს, რომ დიახ, ეს შესასრულებელია. მოკლედ, არა თანმიმდევრულობამ ძალიან დიდი დაღი დაასვა ამ საქმეებს და ეს არის ძალიან ცუდი. მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ ის რაც ვერ გაკეთა ამ 4 წელიწადში, თუ არ გაკეთა, ვერ გაკეთა, აუცილებლად გაკეთდება. არ გაკეთდა თუ ვერ გაკეთდა, ბატონოდად? უმეტესობა ვერ გაკეთდა. ვერ გაკეთდა, იმიტომ რომ სრულიად აშკარა იყო, რომ სამართალდამცავ სისტემაში, რომელშიც ჩვენი ხელისუფლების სადავეებთან მოსვლის შემდეგ ჩვენ პრაქტიკულად მინიმალური ცვლილებები განვახორციელეთ. ხოლო ზედახელმძღვანელობა შეიცვალა. დანარჩენი კადრები, გამომძიებლები, პროკურორები, არ ვიცი, უშუალო სამსახურის თანამშრომლები, პრაქტიკულად დარჩა იგივე ხალხი, ვინც მუშაობდა უწინ, გარკვეული გადანაცვლებები გაკეთდა. მე აი დღევანდელი გადასახედიდან კი მექმნება ეს განცდა და შტაბ-ბეჭდილება, რომ ამ სისტემამ სრულად არ და ვერ მოინდომა იმ დანაშაულების ბოლომდე გახსნა. იმიტომ რომ როგორც ჩანს, იმდენად სისტემური იყო, იმდენად ყველა სადღაც აქეთ-იქეთ ძაფები მიდიოდა, რომ ეს ვერ მოხერხდა. და ეს ერთი მხრივ ჩვენ თავიდანვე განვაცხადეთ, რომ არ გავაკეთებთ საყოველთაო წმენდას. და ეს არ იქნებოდა სწორი, რომ ყველა მოსამართლე გაგვეშვა და ახალი მოსამართლე მოყვანდა და ასე. მაგრამ მეორე მხრივ ეფექტურობის ხარისხი მე მგონი უნდა ყოფილიყო უფრო მაღალი და მაშინ აღარ იქნებოდა ეს საკითხები, რომ მაგერ 4 წლის თავზე არის მიკვლეული კიდევ ახალი დანაშაული. ეს ყველაფერი, რაც მე ვილაპარაკე ახლა, ეს არის მნიშვნელოვანი საყურადღებო, მაგრამ ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია, რომ დამნაშავე არ დასჭეს დაუსჯელი. 4 წელი დაჭირდა ამას, ეს ცუდია, მაგრამ ჯობია რომ 4 წლის მერე მაინც გაკეთეს ეს გამოძიება და რატომ გეტყვით? იმიტომ რომ დღეს მე მაქვს წმენა და მინდა ვიყო ძალიან ღრმად ოპტიმისტი ამ საკითხში. რომ მსგავსი ამბები საქართველოში აღარ განმეორდება. და დამნაშავეების დასჯაც ჩვენ პირველ რიგში ამიტომ მინდა რომ ეს აღარ განმეორდეს. ჩვენ შევეხებით საარჩევნო თემატიკას და მე დეტალებში ჩავალ, მაგრამ ახლა მინდა გითხრათ რომ ბოლო 2-3 დღეში 5-6 რაიონი შემოვიარე. და მაგალითად გუშინ საღამოს ბოლოს ვიყავი ხარაგაულში. და ვესაუბრე მოქალაქეებს, ამ სხვა პარტიების წარმომადგენლებს და მე მივედი და პოლიციელებს მადლობა მოუხადა, იქვე იდგნენ რესტრიგის დამცველები, ფორმიანი პოლიციელები. იმიტომ რომ მოსახლეობაში საყოველთაოდ ამ პარტიის მომხრები, იმ პარტიის მომხრები, ჩვენიანები, სხვისიანები, რა მნიშვნელობა აქვს? ყველა იმას ამბობდა, რომ სრულიად განსხვავებული ვითარებაა. ანუ პოლიციელისგან არ გაგვიგია რამე ზედმეტი ან პოლიტიკური მითითება, ან რაიმე ჩარევა. ანუ რაღაცაში წინ წავიწიეთ, ეს სტანდარტი უნდა გავაძლიეროთ. არა მარტო ხარაგაულში, არამედ ყველა რაიონში და ყველა ქალაქში და ყველა უწყებაში. მათ შორის უშიშროების სამსახურებში, სადაც კიდე სხვა ტიპის თემები და საკითხები. ბატონო დავით, თუ შეიძლება კიდევ ერთი კითხვა მინდა ამ თემასთან მიმართებაში დავსვა და შემდეგ უკვე სხვა კითხვები მაქვს თქვენთან. აი მე წეღან გავუშვი, გავიმეორე 2 საათზე მაგალითად ირაკლი ალასანიამ გააკეთა განცხადება, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერები აღმოაჩინა, როცა ის გახდა თავდაცვის მინისტრი სამხედრო პოლიციაში, რომელიც შემდეგ გადასცა მთელი ნუსხა და ეს კადრები და ფაილები პროკურატურას, მაგრამ არანაირი რეაგირება არ ყოფილა პროკურატურის მხრიდან. აქვე მე გამიჩნდა შესაბამისი კითხვა, რატომ თქვენ თუ იცოდით დაუშვათ ამის შესახებ, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, თუ ფლობდით ინფორმაციას, რომ გაკეთებულიყო შესაბამისი რეაგირება, მაშინვე რა ეტაპზეც ალასანია ამას გადასცემდა პროკურატურას, აცდება
ელოდებოდა თუ არა ქვეყანა საზოგადოების დაშანტაჟებას იგივე პირადი კადრებით და სხვა ტიპის დანაშაულებით და ხომ არ შეგიძლიათ გვითხრათ რატომ არ მოხდა ამაზე რეაგირება ყვალი უცებ ხომ არ გამოიკვეთა ალასანიას განცხადების შემდეგ რომ ვიღაცას ხელში ეჭირა ეს ძალიან დიდი ხანი და გამოაგდო როცა მოუნდა მაშინ ახლა რამოდენიმე პრობლემაა სინამდვილეში აქ თავმოყრილი იმიტომ რომ ასეთი ჩანაწერები როგორც ყველამ ვიცით არა მხოლოდ თავდაცვის უწყებას რაღაც არქივებში აღმოაჩინეს თავად სუსის თუ კუდის სარდაფებში აღმოჩნდა უამრავი მასალა, ხო? და ჩვენ ყველამ ვიცით, რომ შინაგანსაკუთრებთა სამინისტროში ამის თაობაზე იყო მთელი ამბავი, რომ რა ვუყოთ ამ ჩანაწერებს. ასე რომ თუ საკითხი იმას ეხება, რომ აი ჩანაწერები, რომელიც ერთად იქნა მოგროვილი, ამას ვინ რა გამოყენება მოუძებნა პროკურატურამ გამოძიებელმა და ასე შემდეგ. ეს არის ერთი თემა. ჩვენ ვიცით რომ იქ იყო კომისიაც რომელსაც უნდა ენახა ეს თუ არ ვიცი გაენადგურებინა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მოკლედ თავად ამ ჩანაწერებს როგორ გაუმკლავდა სახელმწიფო და სახელმწიფო სტრუქტურები ეს არის ერთი საკითხი და როგორც ჩანს ვთქვათ კარგად ვერ გაუმკლავდა. ან როგორ გამოიყენა შეიძლება ეგეც. ეხლა მეორეზე გადავიდეთ. ჩვენ მივაკვლიეთ თუ არა იმ სისტემას ვინც ამ მასალას ქმნიდა. აი ციხის წამების ფაქტებიდან გამომდინარე გამოძიებამ გარკვეული სურათი დადო. ეს სრულსრული სურათია თუ სურათის ძირითადი ნაწილია, ეს არ ვიცით ჩვენ, მაგრამ რაღაცა სისტემურ დანაშაულზე როცა იყო საუბარი, ჩვენ ვნახეთ სისტემურად ამის ჩამდენი სისტემაც. თქვა გვარები, სახელები, ვინცად ვინ რას ჩადიოდა. აი ამ კონკრეტულ საკითხზე, როდესაც ათასობით ფაილზეა საუბარი, ათასობით ჩანაწერზე, ვინ აკეთებდა ამას? ვინ ხელმძღვანელობდა ამას? ვინ ამონტაჟებდა იმ ჩანაწერის გამკეთებელ მოწყობილობას? ვინ ინახავდა, ახარისხებდა, ვინ იყენებდა? ამის თაობაზე ჩვენ პრაქტიკულად არაფერი არ ვიცით, რაღაც ეპიზოდების გარდა, რომ აი კონკრეტულად ვიღაცა ადამიანი, რომელსაც მის ხელში აღმოჩნდა ეს. ეს არის ძალიან სერიოზული ჩავარდნა. ეს არის ძალიან სერიოზული პრობლემა. ამ თემაზე ჩვენ ვისაუბრეთ ერთ-ერთ წინა გადაცემაშიც და მე ისევ და ისევ კი მექნება განცდა რომ ამ სისტემური დანაშაულის გამოძიება არ მოინდომა ამავე სისტემის მფარველმა ადამიანებმა, რომლებიც როგორც ჩანს საკმაოდ გავლენიანი არიან ამავე სისტემაში შიგნით. გავიგე, თქვენ თუ უწევდით ბატონო დათო ზედამხედველობას ამ არა მარტო ამ ძალიან გახმაურებული საქმეების გამოძიებებს, როგორ მიდიოდა სამართლიანობის აღდგენა, რომლის დაპირებითაც მოვიდა მთლიანად ქართული ოცნების კოალიცია. თქვენ თუ უწევდით ამას კონტროლს თუ ახორციელებდით, გეკითხებით, იმიტომ რომ აი თქვენს ბრძანეთ, რომ სულ გვესმოდა ხანდახან ჩემს გადაცემებშიც მომისმენია, რომ აი ეხა მალე დაიდება ზურაბ-ჟვანიას საქმე, სრულიად განსხვავებული ვერსია. აი ითხოვდნენ პასუხს რაფალიანცი, წართმეული ქონებები, იგივე ბუტა რობაქიძის ოჯახი ეხაც რო გამოიყვანოთ, ისინი ამბობენ რომ მათი სამართლიანობა ვერ აღდგა. ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ხალხი ისე წავიდა ამ ქვეყნიდან. ზურაბ აზაგაშვილის მამა, მაგალითად ბესოხარძიანი და ასე შემდეგ, რომ ეს ხალხი ამბობდა რომ მოვკვდებით, მოკლავენ, კოზანოსტრა იქნება, თუ არ მოხდება გამოძიებები, მაგრამ ისე გარდაიცვალნენ, ისე მოკლეს რომ ვერაფერიც ვერ იქნა გამოძიებული. რატომ გისვავთ ამ ხელა კითხვას? თქვენ როცა ოპოზიციაში იყავით, ძალიან აქტიურები რესპუბლიკელები, თუნდაც უკვე პარტიულადაც გეკითხებით, როცა მოხვდით ხელისუფლებაში, მერე თუ გქონდათ პასუხისმგებლობის განცდა, რომ ამ ყველაფერს უნდოდა კონტროლი. როგორ გამოიძიება? უნდოდა კონტროლი, ქალბატონო ინგა და ამასობაში სწორი კონტროლი. და არა იმ ტიპის კონტროლი, რამაც ზოგადად სისტემა მიიყვანა ამ დანაშაულებამდე წინა სისტემა. ანუ პოლიტიკოსის ჩარევა სამართალდამცავი ორგანოს საქმიანობაში იქნება ასეთი, რომ წადი და ის დაიჭირე, დააკავე. თუ იქნება ის, რომ არ დაიჭირო, არ დააკავო, ან შენ ახლა დღეს, როგორც პრემიები აცხადებდა, ხო? ბატონი, მეტი დაკავებული, მეტი პრემია. ესე იგი, ამ ტიპის ჩარევა რომ ესე იგი აბა მოიყვანეთ სასწრაფოდ 27 დამნაშავე იმისთვის რომ ხალხს უპატაკოთ რომ ჩვენ გავხსენით დანაშაულები ამ ტიპის ჩარევას ჩვენ არ ვაკეთებდით და სწორი იყო რომ არ ვაკეთებდით იმიტომ რომ ეს არის არასწორი გზა რომელზეც თუ დაადგები
დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩაიდნენ 7-8 ახალ დანაშაულს. ახლა რაც შეეხება იმ ბერკეტებს და იმ საშუალებებს, რომელთაც მოკითხვა შეიძლებოდა, რა თქმა უნდა ვკითხულობდით. რა თქმა უნდა ვკითხულობდით და პარლამენტში არაერთი დებატი გამართულა ამის თაობაზე. საკომიტეტო მოსმენები გამართულა. სათანადო უწყების პირებს ვეძახდით პარლამენტში და ქონდა ამაზე მსჯელობა. მაგრამ აქ არის ძალიან ესეთი წითელი ხაზები. სად შეიძლება და სადამდე შეიძლება ჩაერიოს პოლიტიკა, პოლიტიკოსი, რა არის პროკურორის, გამომძიებლის, არ ვიცი, პოლიციის საქმე და სადამდე შეიძლება მიყვე ამ თემებს და ამ საქმეებს. ამიტომ მე გონია რომ სისტემა, ძალიანაც სახელმწიფო სისტემა იყო მონდომებული, რომ გამოეძიეს დანაშაულები, ბევრი რამე გაკეთდა კიდეც იმდენი მაღალი თანამდებობის პირი, რამდენი საქართველოში ამ 4 წელს განმავლობაში აღმოჩნდა ციხეში, გისოსებს მიღმა, არ ყოფილა წინა, არ ვიცი, 20 წლის განმავლობაში შესაძლოა და გადავხედოთ გარშემო, ჩვენს გარშემო ქვეყნებს, არც მაინც და მაინც ბევრ სხვა ქვეყანაში მომხდარა ასეთი ამბავი. მაშინ, როდესაც ჩვენ ამ თემაზე წავედით ძალიან შეგნებულად და მინისტრები, მოადგილეები, პოლიციის მაღალჩინოსნები, ბევრია ციხეში, მაგრამ სისტემურად საქმეების შესწავლა და კიდევ მეორე აი ამ ჩანაწერები და კერძო ცხოვრების იქნებოდა თუ არა კერძო ცხოვრების თუ და ჩანაწერი თუ აფარული რა განსხვავება ანუ ზოგადად თვალთვალი სისტემა რომლის შედეგადაც მთელი საზოგადოების ელიტა ბიზნეს ელიტა პოლიტიკური ელიტა ჟურნალისტური ელიტა იყო დაკვირვების ქვეშ ეს საკითხები აი ამ ჩვენმა ხელისუფლებამ და სისტემამ სისტემურად ვერ გამოიძია მე მრჩება განცდა რომ არიან ადამიანები, რომლებმაც არ გამოიძიეს. შესაძლოა, იმიტომ რომ ეს არის ძალიან სერიოზული სახელისუფლებო თუ საძალაუფლებო ბერკეტი. დღესაც არიან ისინი ამ ძალაუფლებას, დღესაც ფლობენ და ერთი კითხვა გამიჩნდა. მე მრჩება განცდა, რომ ყოველ შემთხვევაში იმ ჩანაწერების ერთი ნაწილი ყოფილი თუ დღევანდელი მოხელეების ერთი ნაწილის ხელშია. არ ვიცი, შესაძლოა როგორც თავდაცვის საშუალება შესაძლოა როგორც შემდგომი თავდასხმის საშუალება. და მე მრჩება განცდა, რომ აი ესე დოზირებულად რო გამოდის ხოლმე საზოგადოებაში თითქოს რაღაცა ჩანაწერი, დამახინჯებული თუ მიმსგავსებული თუ ასეთი თუ ისეთი, ეს არ არის რაღაცა უცებ გუშინ მოფიქრებული თემა, რომელიც ახლა დღეს ვიღაცამ გააკეთა. ახსენეთ დამახინჯებული ჩანაწერი, რა რეაქცია გქონდათ ბატონო დათო, როდესაც აი ბოლო პერიოდის სატელეფონო ჩანაწერები გასაჯაროვდა, გულისხმობ რუსთავიორის გენერალურ დირექტორსა და პაატა ბურჭულაძეს პოლიტიკური პარტიის ლიდერის სატელეფონო საუბრები გამოქვეყნდა. თქვენი დამოკიდებულება როგორია ამაზე? დამოკიდებულება ძალიან მძიმეა და მე არ მშურს არავისი, ვისაც ყავს ასეთი გონიერი პაპარაცები თუ ესეთი კვალიფიციური პაპარაცები, რომელიც ვიღაცისთვის, პიროვნებისთვის თუ პოლიტიკური ძალისთვის საჭირო დროს უცებ რაღაცას ჩაიწერს ხოლმე და მერე უცებ რაღაცას გამოაქვეყნებს ხოლმე. არ მშურს მათი, იმიტომ რომ არ მინდა კონდეს რაიმე შეხება და წვდომა ასეთ ბერკეტებთან. ეს ბერკეტებია ოფიციალური, არაოფიციალური, ქვეყნის შიგნით, ქვეყნის გარეთ, არ ვიცი, ქუჩაში დადის რამე გადამცემი მოწყობილობა, რომელიც ახლა ჩვენ საუბარს გარედან სხვანაირადაც იწეს. მე არ ვიცი, უამრავი სხვადასხვა საშუალებებია, მაგრამ მე არ მშურს და არ ვნანობ, რომ არ მაქვს წვდომა ასეთ ხალხთან, რომლებსაც ჩაწერა შეუძლია, მერე გამოქვეყნება შეუძლია, თან ისე კარგად შერჩეულ დროს, როდესაც ეს საჭიროა რაღაცა. ხელისუფლების ხელწერა მოიკითხეთ ამ ყველაფერს? არ არის აქ მხოლოდ დიდი ხანია ხელისუფლებამ დაკარგა მონოპოლია ასეთ საკითხებზე. დიდი ხანია ხელისუფლებას აღარ აქვს ექსკლუზივი ჩანაწერების შექმნაზე და მის გავრცელებაზე. ხელისუფლებას აქვს ექსკლუზივი ამ ბოროტებასთან ბრძოლაზე, ეს ნამდვილად ასეა, მაგრამ ნამდვილად არ იქნება სწორი, რომ მხოლოდ ხელისუფლებისკენ გავიშვიროთ ხელი ხოლმე, ასეთ შემთხვევებში. მაშვისკენ გავიშვიროთ კიდევ, მითხარი. ყველას ვისაც ჰქონდა, ან აქვს წვდომა ასეთ საშუალებებთან. ვისაც ჰქონდა, ან აქვს.
ვისაც ქონდა, ანუ წარსულ ხელისუფლებაზეც საუბრობ. კი ბატონო, წარსულზეც საუბრობ, დღევანდელ საუბრობ. იმიტომ რომ მაგალითად ოცნება ამტკიცებდა, რომ აქ არაფერ შუაში არ იყო ხელისუფლება, არამედ ეს იყო ნაციონალური მოძრაობის ინტერესიო და ამიტომ გეკითხა. არა, მე ახლა ნამდვილად ვერ გავყვები კონკრეტული ჩანაწერის წარმოშობის არა, კონკრეტულ ჩანაწერებზე ზუსტად უბრალოდ მე როცა გეუბნებით, რომ ვისაც ქონდა და აქვს ცნობა, ნუ გამორიცხავთ იმას, რომ დღევანდელ სახელმწიფო სისტემაში ზის ადამიანი, რომელიც ასეთ პროდუქტს ქმნის ან მოიპოვებს და მე აძლევს ერთ მხარესაც, მეორე მხარესაც, მესამე მხარესაც. ეს ამ ადამიანებისთვის არის ბიზნესი, როგორც ჩანს, სამწუხაროდ. ეს არის ერთ-ერთი ის მანკიერი სქემა, რომელსაც სწორედ რომ სისტემური გახსნა ჭირდება. ისევ გვისმენენ? ისევ გვითვალთვალებენ? ესე იგი, თუ არ გვისმენენ, მაშინ რაღაც ახალი გამოუგონიათ ტელეპათური საშუალება, იმიტომ რომ ყველაფერი იციან და შეიძლება არ გვისმენენ, მაგრამ მაინც იციან. ბატონო დათო, წეხა როცა თქვენ საუბრობდით, რომ აი ამდენი მაღალჩინოსანი ციხეში მე არ მახსენდება, ანუ პასუხისგებაში მიცემული, უცებ გამახსენდა, რომ ზუსტად იგივე თქვა ამ დღეებში ბიძინა ივანიშვილმა, რომ აი ამდენი ყოფილი მაღალჩინოსანი ჩავსვით ციხეში და დასავლეთში ჩვენ პარტნიორებს პროტესტიც კი არ გაჩენიათო და ეს თქვენი სიტყვები ძალიან მივამსგავსე უცებ მის ნათქვამს და მისი ფრაზები გაიმეორეთ თუ ეს თქვენ მიაწოდეთ მას ეს ფორმულირება რომ ევროპაში ან ამერიკაში მოკლედ ჩვენს პარტნიორებს პროტესტიც კი არ გაჩენიათ ერთნაირი სიტყვები თქვით ახლა ქალბატონოიგა 5 წელი ხართან დააბიოდა აზნეს იცვლის ამ ფერს თქვენი ცვალეთ თუ მან ესე იგი ჩვენ ერთმანეთს ალბათ რაღაცა შევძინეთ იმედი მაქვს რომ მეც მოახერხე რამე დადებითი შეძენა მისგან მე ბევრი რამ ვისწავლე და ისწავლეთ მითხარით ძალიან ბევრი რამ ეს უნიკალური ადამიანია რომელსაც შეუძლია ძალიან სერიოზული ასე ვთქვათ ანალიზი და არაორდინარული ანალიზი ვითარების მოქმედებების საკუთარი სხვისი და შვიდნაირი კომბინაციები იქით აქეთ და ასე შემდეგ ძალიან საინტერესო ადამიანია დასავლად ხეზე ცოცვა არა ხეზე ცოცვა არა ხეზე ცოცვას არავინ არავის არ ასწავლის ეს საკუთარი თავის აქ შემონახული ამ კონკრეტულ საქმეს რაც შეეხება მე მეტყვი გითხარით რომ რა თქმა უნდა ძალიან ბევრი რამე ჩვენ ერთად გავაანალიზეთ და სახელიც ერთად დავარქვით და კი ბატონო ეს ასეა შეჯერებული პოზიცია კონკრეტულად ამ საკითხებში და ამ თემებზე ძალიან ბევრი რამეში ჩვენ ვიყავით ძალიან ახლო თანამოაზრეები და პარტნიორები სწორედ ამ გადმოსახედიდან არის უცნაური და გაუგებარი ბატონი ბიძინას გადაწყვეტილება ესე იგი რომ ახლა გადაუსვას ხაზი ყველაფერს რაც დღემდე იყო ჩვენს თანამშრომლობაში პარტნიორობაში ცხადია მას უფლება აქვს და მას ვერავინ ვერ წაართმევს პოლიტიკაშია და შესაძლოა თulis რომ პოლიტიკურად დღეს ასეა სწორი რომ უსუფაშვილი უნდა გამოაცხადოს არ ვიცი ყველაფრად უსაქმურად მატყუარად არაკაცად კიდე არ ვიცი 1000 მოდურებად აი თქვენ როცა მოისმინეთ რომ მან გიწოდათ მატყუარა როცა გიწოდათ რომ ეს კაცი რაღაცეებს იგონებს და ასეთი ფრაზები თქვენ შესახებ რაც მოვისმინეთ აღარ მინდა ეხლა ამ ყველაფრის გამეორება გეწყინათ რა რეაქცია არ გამიხარდა მაგრამ პოლიტიკაში დიდი ხნის ყოფნა ნიშნავს იმას რომ რაღაც თვენის თუ ატანის უნარები გამომუშავებული გვაქვს. ამიტომ მე შემიძლია ვთქვა რომ არ გაუბრაზებულ ვარ, არ გავნაწყენებულ ვარ, არ ჩამიდია ის თემა რომ ეხლა მე მას სამაგიერო უნდა გადავუხადო, მან მიწოდა მე უსაქმური და მე რამე მსგავსი უნდა ვუწოდო, მან მიწოდა მე არ ვიცი კიდე სხვა რამ და ამიტომ მე მას ეს უნდა ვუწოდო. ნამდვილად ეს არ გამჩენია ეს განცდა, არ გამჩენია ბევრი მიზეზის გამო, იმიტომ რომ მე ვფრთხილდები იმ 5 წლის განმავლობაში ერთად შრომას, ერთად ბრძოლას ეს საბედისწერო ბეწვის ხიძე სიარულის მომენტებს და ეს ძალიან ბევრჯერ იყო და ეს ძალიან ბევრჯერ იყო არა მხოლოდ ნაცმოძრაობასთან ჭიდილის დროს და რეჟიმში, არამედ ჩვენი შიდა კოალიციური სისტემის ცხოვრების პროცესში. მაგრამ სადღაც ჩაწყდა ეს ბეწვის ხიდი, ბეწვის ხიდი მე მგონი ძალიან უხეშად ვიტყვი, გადაუარა თავზე ამ დღეებში ყველა ყოფილ პარტნიორს ბიძინა ივანიშვილმა. მათ შორის ძალიან მძიმე იყო მოსასმენად პარლამენტის თავმჯდომარეზე გაკეთებული განცხადებები, რომ აი ეს კაცი იტყუება, არასოდეს მე მისთვის არ შემითავაზებია პრემიერობა და სადღეგრძელოც კი შეგახსენათ მთლიანად რესპუბლიკელებს კავკასიური ტყვექალი გაიხსენა. მე ერთი რამ მინდა რომ გითხრათ, ჩაწყდა ეს ბეწვის ხიდი. ყოველ შემთხვევაში ჩემი თვალით დანახული ასე ჩანს. ქალბატონო ინგა, ბიძინა ივანიშვილის გადასაწყვეტია, როდის რაც გაწყვეტავს სავსვისთან. ჩემ მხრიდან არაფერი არ გაწყვეტილა.
და არც გაწყდება და ვერც გაწყდება. რამოდენიმე მიზეზის გამო. პირველი, იმიტომ რომ კიდევ ვიმეორებ, მთელი ეს პერიოდი პერსონალურად კი არ არის ჩემთვის ძვირფასი მხოლოდ. არამედ საქმიანად არის ძვირფასი. სახელმწიფოებრივად არის ძვირფასი. იმიტომ რომ ის საქმე, რასაც ჩვენ ვაკეთებდით ერთად, ამ საქმეს სჭირდება გაგრძელება. ამიტომ ვერ დაარჩევწყვეტი არაფერს არც ახლა არც მომავალში. მეორე, მე როდესაც ბიძინა-ივანიშვილზე ვსაუბრობთ და ეთერში ვსაუბრობთ, ჩვენ ცხადია ვსაუბრობთ პოლიტიკურ ასპექტში. ჩვენ ვსაუბრობთ საჯარო პოლიტიკის ასპექტში. ადამიანური ერთმანეთთან ურთიერთობების არც არის განსახილველი საჯარო და ამას სხვანაირად იხილავენ ადამიანები ან ხვდებიან ერთმანეთს და ასე შემდეგ. ამიტომ მე დღეს ვარ იმ ქვეყნის მოქალაქე, რომლის სახელისუფლებო სისტემაზე ერთი კონკრეტული ადამიანის, ბიძინა-ივანიშვილის როლი და გავლენა არის უზარმაზარი. ამიტომ მე არ და ვერ ვიქნები დაინტერესებული იმაში, რომ ივანიშვილის სიტყვას ძალიან მოაკლდეს ფასი, რომ იგი იყოს რაღაცა ძალიან მძიმე მდგომარეობაში, ისეთ კრიზისულ ვითარებაში, როდესაც ადამიანები იწყებენ რაღაც უფრო მეტი შეცდომის დაშვებას. იმიტომ რომ ეს შეცდომები ძალიან ძვირი დაუჯდება ჩვენს ქვეყანას. ეხლა ის შეცდომების დაშვების რეჟიმშია უკვე დიდი ხანია. მე დავინახე რომ ამ შეცდომების დაშვების რეჟიმში იყო. მე საუბრობდი პოლიტიკურ შეცდომებზე და როდესაც ერთპარტიულობაზე ვსაუბრობდი, ევროპული დემოკრატიის სტანდარტებიდან გადახვევაზე ვსაუბრობდი და კიდევ ბევრ სხვა რამეზე და ამაზე შეგვიძლია ვისაუბროთ. და მე ჩავთვალე რომ მან პოლიტიკურად არასწორი ნაბიჯები გადადგა, მაგრამ ბოლო მომენტში, როდესაც ჩემი მხრიდან და ჩვენი მხრიდან პოლიტიკურ დებატებს მან მოაყოლა ამ დონის პერსონალური და პიროვნული რაც თქვა, აქ უკვე კიდევ უფრო მეტად შევშფოთდი. იმიტომ რომ პოლიტიკური შეცდომა არის რა, კი ბატონო, პოლიტიკურ შეცდომაზე, პოლიტიკურ ოპონენტთან ან მომხრესთან დიალოგში, დებატებში რაღაცა შეიძლება მე გაასწორო და შეცვალო. მაგრამ ეს უკვე აღარ არის პოლიტიკური შეცდომა მხოლოდ და მე ეს მაშფოთებს და ეს მაღელვებს ყველაზე მეტად, იმიტომ რომ ეს რეკლამის დრო გვაქვს ეთერში, მაგრამ ეს თემა მინდა ამოვწურო და მე გამოვაცხადებ რეკლამას. მე მგონია ეს არის შემთხვევა, როდესაც ის უზარმაზარი პასუხისგებლობა, რომელიც ამ კაცმა თავის მხრებზე იტვირთა, არის ძალიან მძიმე და შესაძლოა ერთი ადამიანისთვის შეუძლებელიც რომ ის იტვირთოს და ატაროს, არადა მან გადაწყვიტა რომ სწორედ ერთმა ზიდოს ეს ტვირთი და ეს არის ძალიან სახიფათო. ის თავისი ენით საუბრობს ბატონო დათო, მითხარით, როცა აი ამ ფრაზებს ვისმენთ მისგან ყოფილი პარტნიორების დახასიათებისას, თუ თქვენც დაინახეთ მრჩეველების კვალი. მის აი ამ ფრაზებში თქვენს მიმართ წარმოთქმულში. არა, ეს ფრაზები მთლიანად მისია. შესაძლოა მრჩევლები მას რაღაც არ ვიცი ინფორმაციას ასე აწვდიან, ისე აწვდიან, ერთ კუპიურს მიცემენ, მეორეს არ მიცემენ, ეს სხვა ამბავია, მაგრამ ფრაზები ეს არის დიახ, ეს არის ბატონი ბიძინა-ივანიშვილი. კარგით. რეკლამა ეთერში, რეკლამამდე კითხვას დაგისვამ და მე დავბრუნდებით ამ კითხვაზე პასუხით. აი თქვენ წეგან ახსენეთ, რომ როცა საჯარო სივრცეში ვსაუბრობთ, ეს ეხება პოლიტიკურ ურთიერთობებს და პოლიტიკურ ხედვებს და არა ადამიანურსო. ადამიანური ურთიერთობების გასარკვევად, მას მერე რაც გიწოდათ მათ ხო არა, მას მერე რაც თქვა რომ ეს კაცი ლეგენდებს იგონებს და რაღაცებს თხზავს და ასე შემდეგ. ხომ არ გიცდიათ, რომ ეს ურთიერთობები მასთან გაგერკვია თუნდაც სატელეფონო საუბრით. მაგალითად დავით ბერძენიშვილმა ჟიჟის უკაცრავად ნინო ჟიჟილაშვილის ეთერში პირდაპირ ეთერში ამოიღო ტელეფონი და დაურეკა ივანიშვილს, რომელმაც არ უპასუხა. რეკლამის შემდეგ დავბრუნდებით. ხომ არ გიცდიათ მასთან თუნდაც სატელეფონო საუბრით გაგერკვიათ რა ხდება?